საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობრიშვილმა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერეს, რომელიც მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. სამედიცინო დაწესებულებაში 2024 წელს წარმოებული უახლესი მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატია განთავსებული. სამედიცინო დანადგარი პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე რეგიონიდან გაუსვლელად მაგნიტორეზონანსული ღრმა კვლევებით ისარგებლონ. 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნური ინტელექტის მქონე აპარატის 3 ტესლა მოდელისაა. სამედიცინო აპარატურით მომსახურება მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასევე განთავსებულია ანგიოგრაფიის აპარატიც. პაციენტებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის სერვისით სარგებლობად შეუძლიათ. გასულ თვეს აღნიშნული სამედიცინო მომსახურებით 107 ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტმა ისარგებლა. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სერვისებით ხშირად სარგებლობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ტექნიკური აღჭურვილობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს მათთან მისა და კომუნიკაციის. გრძელდება სტრატეგიული მიდგომა სწორედ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში. ის აღიჭურვება ყველაზე თანამედროვე ტექნიკით და საშუალებებით საიმისოდ, რომ ერთი ამ რეგიონის მაცხოვრებლებს და იმავდროულად საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ყველა ის თანამედროვე სიკეთე, რომლითაც შეიძლება სარგებლობდეს თანამედროვე ადამიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად. მოგეხსენებათ, რომ ეს MRT-ის აპარატის ქონა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ამ რეგიონის მოსახლეობისთვის, ვინაიდან ჩვენთან ამ კლინიკაში მკურნალობას გადიან არა მარტო სამეგრელოს მოსახლეობა, მთელი აფხაზეთი, მთელი სვანეთი, მთელი იმერეთი ჩამოდიან აქ და მკურნალობას გადიან აქ. ზუგდიდში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო. ჯანაშიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება. მშენებლობასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ანაგის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს. კაფსულის ჩადების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობრიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ. სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება. მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 მილიონ ლარზე მეტია. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში აშენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი დევნილი ოჯახებისთვის, განკუთვნილი იქნება 1700 ოჯახისთვის და 2027 წელს არის გათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. თქვენ იცით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. 1000-ობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელება არის ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დღეს იწყება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის დაწყება დღეს აქ ზუგდიდში, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მოვალეობები დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში განსახლების თვალსაზრისით და ეს იქნება მართლაც ძალზედ მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 1700 საქართველოს მოქალაქე ოჯახი მიიღებს ბინას, დევნილი მოსახლეობა. იქნება ეს მნიშვნელოვანი არა უბრალოდ მისი მასშტაბით, არამედ პრაქტიკულად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მთლიანად ამ ვალდებულების შესრულების მიმართულებით. პროექტი მოიცავს 7 საცხოვრებელ კორპუსს, საიდანაც 6 გახლავთ 11 სართულიანი და 1 12 სართულიანი. სულ გათვალისწინებული 1754 მაცხოვრებელზე. პროექტი მთავრდება რემონტით და მოიცავს ასევე პარკებსაც, გასართობ სივრცესაც, საპარკინგო სივრცესაც და ბავშვთა სხვადასხვა ტიპის გასართობ ატრაქციებს.
ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ვეტერანებს მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს მთავრობის მეთაურმა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა ყობა ყობალაძემ. ვეტერანებმა ასევე მოისმინეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა, რომელიც ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა გააჟღერა. შეხვედრაზე იმ პროგრამაზე ისაუბრეს, რომლებიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა. ღონისძიებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბლიშვილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ესწრებოდნენ. 17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა. ეს თარიღი საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ამავე წლიდან აღინიშნება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დღეც. ჩვენი გეგმების განსახორციელებლად და ქვეყნის შემდგომი წესვლისთვის უმთავრესი პირობაა მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცება. თქვენ ვეტერანებმა ყველაზე უკეთესით მშვიდობის ფასი მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსთვის, თავდადებისთვის, იმ წვლილისთვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის ჟენებაში. ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსენება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობის კურსი. თუმცა ერთს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას. შევხვდით ჩვენს ღირსეულ ვეტერანებს, მიულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო მათ დღევანდელი დღე და უსურვო ყველას ჯანმრთელობა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 11 პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება. აფხაზეთის მთავრობას პოლიკლინიკების რეორგანიზაცია რესტრუქტურიზაციის წინადადებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბლიშვილი აცხადებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სფერო კიდევ უფრო გაძლიერდება და პოლიკლინიკები მეტი ბენეფიციარის მომსახურებას შეძლებენ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ 11 პოლიკლინიკის რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს სფერო და რათა უფრო მეტი ბენეფიციარი გაუჩნდეს აღნიშნულ პოლიკლინიკებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის კლინიკის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადებების მქონე პაციენტებზე, რომლებმაც კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს. დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ. მადლობა მინდა გადაუხადო ჩაფიძის კლინიკას. ასეთი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. 100 მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მომსახურება და შესაბამისად საჭიროებისამებრ გადაეცათ მედიკამენტებიც. სამინისტრო მომავალშიც გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას. ყველა ბენეფიციარს ჩაუტარდა ლაბორატორიული ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომელიც მოიცავს ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას, ეხოსკოპიურ გამოკვლევას, გლუკოზას და ქოლესტერინის სახით ლაბორატორიას და ყველას, რა თქმა უნდა, ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია და რჩევა დარიგებები მიეცათ სათანადო. ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზეთის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს დევნილებისთვის. პირადად დღეს დიდი ყურადღება მოგვაქციეს, წამლები უფასოდ დაგვირიგეს. მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის ჯანდაცვას, პირადად ჩაფიძის კლინიკას, ასეთი თბილი მომსახურებისთვის. მინდა რომ ეს აქციები გაგრძელდეს. ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2025 წელს რუსეთის ფედერაციიდან შემცირებულ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ინფორმაციას ოკუპირებული სოხუმის მედია საშუალებები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, თუ მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 12.5 მილიარდ რუბლის მიღება, მომავალში მოსაუდნელია 800 მილიონი რუბლით ნაკლების გამოყოფა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პროგრამის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ფარგლებში.
მომავალ წელს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი კი საბიუჯეტო ინვესტიციების სახით მიიღებს 1.1 მილიარდ რუბლს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთი დაახლოებით 1.3 მილიარდ რუბლს. ასევე შემცირდება აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის ხარჯების და სხვა პრეფერენციებიც. რაც სრულებებს გამოიწვევს დაფინანსებების შემცირება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან ექსპერტ-ანალიტიკოსი შმაგი სამხარაძე საუბრობს. ფინანსური დახმარების შემცირება შეიძლება შეფასდეს როგორც ერთგვარი წნეხი, ასე ვთქვათ, მარიონეტულ რეჟიმებზე. ამ ეტაპზე საზოგადოება არის დაფიქრებული, ვინაიდან მათ აქვთ ასეთი, ასე ვთქვათ, შიში თუ დადგებიან საკუთარ პოზიციაზე ბოლომდე, მაშინ უნდა გაითავისონ, რომ მოუწევთ დიდი ფასის გადახდა და მოუწევთ, ასე ვთქვათ, ალტერნატიული წყაროების ძიება, რაც მას შემთხვევაში არის ფაქტობრივად შეუძლებელი, იმიტომ რომ ისინი არიან იზოლაციაში. ჩემი აზრით, საზოგადოება შეესწრება მაქსიმალურად გაწელოს, შეიძლება არ იყოს რადიკალური პროტესტები, მაგრამ ყველანაირად შეესწრება, რომ რაღაც მაინც ასე ვთქვათ, თავისას სასიკეთოდ დაათმობინოს მოსკოვს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.